ცხოვრებაში რა არის кайფი. ვინ რა იცის რა არის кайფი? кайფი წამალი კი არ არის. кайფი თვითონ მთელი ცხოვრება. უბრალოდ არის ესეთი რამ, რომ თუ ადამიანს გაახარებ, ეს არის ყველაზე დიდი სურვილი და მოტივი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ლუკას ეს დღე ოდესმე დაავიწყდება? არა, იმიტომ რომ მე ჩემი პირველი ხალხოსი ძალიან კარგად მახსოვს. აი უყურეთ, თავარმა ბუღალტერმა, აი მოიგო მოლა. თავარმა ბუღალტერმა თქვა რომ ლუკას რო არასდროს არ დავავიწყდე, მე უნდა გადავცე პირველი ხელფასიო და ამისთვის ქალბატონო ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ნათია. მარი, ჩვენ ძალიან დიდი და კარგი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ერთი ახალგაზრდა გავახარეთ და მინდა საქართველოში ყველა ახალგაზრდას უსურო მსგავსი რამ, რომ როგორ არის იცი, აი ამ ასაკში რომ ჩაერთვები საქმეში, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. აი რა დაკარგა ლუკამ, არაფერი გაგვიცნო, მაგარი ბიჭია, ნახევარმა მსოფლიო გაიცნო და მან მიიღო აქ რა ყველაზე დიდი რაც ამ ქვეყანაზე არის და ქვეყანას რომელსაც აკლია, ის მან აქ მიიღო, სიყვარული მიიღო მან. სიყვარული მიიღო და მან თავისი თვალით ნახა თუ როგორ მუშაობენ გოგო ბიჭები. ამისთვის ორგანიზატორს ქალბატონ მარიამს დიდ მადლობას ვუხდი, დიდ მადლობას ვუხდი ბატონ შალვას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო. ახლა უყურეთ, ჩემი ჩინელი მეგობრები. ნიჰაო. ნიჰაო. ჩემი ნიჰაო. ჩემი ჩინელი პარტნიორები არიან გაოცებული რას აკეთებთო. ეს არც პეკინში არ ხდება, არც გვანჯოუში არ ხდება, არც ხორგოში არ ხდება და ეს არსად არ ხდება. ჩვენ ვართ ქართველები და ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ თელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ვართ მაგრები, ხო ესეა? ჩემო ლუკა, ეს შენთვის დაუვიწყარი იქნება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. რა სიტყვი? ძალიან ბედნიერი ვარ, პირველ ხელს რო ვიღებ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დამთავრდა. და ხოლო ახლა მარი ყველა დამიპატიჟე რესტორან შარბატში რო აღნიშნოთ ეს კარგი დღე და დღესასწაული. წავედით ყველა. ნათია, მივდივარ.